ბოლო 5 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის მონაცემებს 20%-ით გადააჭარბა. მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორთა სიმრავლით დაცული ტერიტორიების პირველ ხუთეულშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ერთ მხრივ ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას შენარჩუნებას, მეორე მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში. კიდე რა სიახლეები გველის ამ მიმართულებით? ამის შესახებ ახლა ჩვენი სტუმარი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი გვეტყვის დილა მშვიდობის. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვაინტერესებს ზოგადად რა პროექტებია დაგეგმილი. ის რომ 20%-ით გაიზარდა ეს ძალიან კარგია, ბუნებრივია. ცხადია, დაცული ტერიტორიების სააგენტო მუშაობს როგორც კონსერვაციის მიმართულებით, საკონსერვაციო პროექტების განხორციელების მიმართულებით, ასევე ეკოტურიზმის განვითარების და ეკოტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით ცხადია. ჩვენთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტულია უფრო საკონსერვაციო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, მიმდინარე პერიოდში მაგალითად მუშაობთ კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტზე ალგეთში და სულ მალე გვექნება საშუალება რომ ალგეთის ეროვნულ პარკში უკვე ვიხილოთ ირმებიც, რაც რამოდენიმე წელია მაგალითად საერთოდ აღარ გვხდება და იმ ჰაბიტატებში თვალით არ არის შესაძლებელი ნახვა. ანალოგიურ პროექტებზე მუშაობთ ასევე მაგალითად თბილისის ეროვნული პარკისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს რეინტროდუქციის პროექტები ძალიან საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ ის სახეობები, რომელიც წლებია უკვე კონკრეტულ ტერიტორიებზე არ გვხდება, უკვე გვექნება საშუალება, რომ ვიხილოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრეცედენტი, მაგალითად ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ჯეირნების რეინტროდუქციის პროექტი, რომელიც ბოლო 50 წელია სრულიად გადაშენებული იყო აღნიშნული ტერიტორიიდან, ზოგადად საქართველოში ჯეირნები აღარ გვხვდებოდა და სააგენტოს ჩარევით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით, რომ დღეს უკვე 400-ზე მეტი ინდივიდია აღნიშნულ ტერიტორიაზე და უკვე თვალითაც შესაძლებელია ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოგზაურობის დროს იხილოთ ჯეირნები. კიდე სასწაული, როცა შენი თვალით ხედავ ამას, იმიტომ რომ ერთხელ აი მცხეთას გავწდი საგურამოსკენ გადაუხვია და ჩემი თვალით ვნახე 20 მეტრში ორი შველი და გავგიჟდი. ეგეთი შთაბეჭდილება, ეგეთი შეგრძნება არ ვიცი კიდე რა შეიძლება. წარმოიდგინეთ ჯეირნები, ათობით ჯეირანი შეგიძლიათ ნებისმიერი ვიზიტის დროს, როდესაც ეწვევით სამუხის ველს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებს, ასევე შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ. გარდა ამისა, როგორც უკვე აღნიშნეთ, მუშაობთ ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, იმისათვის, რათა ვიზიტორებს მივცეთ საშუალება, რომ საინტერესოდ გაატარონ დრო დაცულ ტერიტორიებზე. ამ კუთხით მუშაობთ როგორც სალაშქრო მიმართულებებზე, მათთვის, ვინც ორდღიანი, სამდღიანი ლაშქრობის მიმართულებები აინტერესებთ და ასევე მათთვის, ვისაც მხოლოდ რამოდენიმე საათით უნდა ბუნებით სილამაზით დატკბობა. სალაშქრო მიმართულებებიდან თქვენთვის როგორც ყველასათვის ცნობილია ბორჯა-მხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხი, ტირალას ეროვნული პარკი ფანტასტიკურ შესაძლებლობებს იძლევა, მაშინ როცა მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიას მღვიმე, ესენი არის დაცული ტერიტორიები, თუ მოკლედ რო გვაქვს, შეგვიძლია სრულად ერთ დღეში სრულად მოვინახულოთ 2 ან 3 ბუნების ძეგლიც კი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, დატვირთულობა ბუნების ძეგლებზე გაცილებით უფრო მაღალია, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ტოპ 5-ეულშიც შესაბამისად უფრო პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი ხდება და სულ რო გვესმის კი. და ექსკურსიებიც მათ შორის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებიც ძალიან აქტიურად სტუმრობენ აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს. ეს არის აი ბოლო 5 თვის სტატისტიკით ყველაზე პოპულარული ადგილები, ხო? დიახ, ბოლო 5 თვეში ფაქტობრივად 250,000 ვიზიტორი ესტუმრა დაცულ ტერიტორიებს, რაც გასულ წელთან შედარებით 20% საკმაოდ მაღალი მეჩვენებელია ზრდის თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ვიზიტორებიდან 60% არის უცხოელი ვიზიტორები, ეს კიდევ დამატებითი ვარაუდების გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის, რომ წლის განმავლობაში აგვისტო-სექტემბერში, მაშინ როდესაც უფრო მეტი ვიზიტორი შემოვა საქართველოში და როგორც წესი, ივლისი-აგვისტო-სექტემბერი გაცილებით უფრო დატვირთული პერიოდია, ჩვენ გვაძლევს აღნიშნული ვარაუდის გაკეთების საშუალებას, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ გასული წლის მონაცემებს. როგორ ფიქრობთ, ეს მზარდი სტატისტიკა რისი დამსახურებაა, ხო? დავშოთ საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის რა ხერხებით იქნა მიღწეული? დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა პოპულარიზაციის აქტივობების კუთხით. ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა,
საერთაშორისო გამოფენებში ვიღებთ მონაწილეობას, წელს უკვე საუდის არაბეთის, ინდოეთის, ჰონკონგის გამოფენებში მივიღეთ მონაწილეობა. ესენი არიან სტრატეგიული სამიზნებაზრები, საიდანაც ვფიქრობთ, რომ საინტერესოა ვიზიტორთა ნაკადების მართვა, გამომდინარე იქიდან, რომ საუდის არაბეთი მოგეხსენებათ არის ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში დანახარჯები საკმაოდ მაღალია, რაც რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური პრინციპით ტურისტულ კომპანიებთან რაღაც წარდგენებით ხო, რაღაც შეთავაზებების ხო, თუ როგორ ხდება გამოფენის პარკებში დაინტერესებები? ხდება როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორებთან, ასევე ტუროპერატორებთან შეხვედრები, B2B შეხვედრები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაცნოთ საქართველოს შესაძლებლობები, ის უნიკალური შესაძლებლობები, რაც ვიზიტორებს იზიდავს და შემდეგ უკვე ისინი ახდენენ აღნიშნული ტურების ინტეგრირებას მათ პაკეტებში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე აქტიურად მუშაობს ქვეყნის პოპულარიზაციაზე და აუცილებლად ასევე უნდა აღინიშნოს პირდაპირ ფრენების დანიშვნის საკითხი. როგორც კი ინიშნება პირდაპირ ფრენები, პირდაპირ პროპორციულად იზრდება იმ ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობა. ინდოეთი მაგალითად გასულ წელს დაიწყო პირდაპირ ფრენები, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახა ინდოეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მატებაში. ჩვენ ვახდენთ ხოლმე სეგმენტაციას იმ ქვეყნებისა, საიდანაც გსურს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მივიღოთ, თუ მაგალითად როგორც აღვნიშნე, საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა ნაკადებს ველოდებით, იქ შეიძლება იმდენად ბევრი ვიზიტორი არ ჩამოვიდეს, თუმცა ესენი არიან ძალიან მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები. მეორე მხრივ, ინდოეთი, ჩინეთი ეს არის ქვეყნები, საიდანაც უფრო მეტი ვიზიტორები. რა თქმა უნდა, ევროპიდანაც გვხვდება ვიზიტორთა რაოდენობა, ძალიან პოპულარულია მათ შორის. უბრალოდ გავმიჯნავდი ევროპული ვიზიტორებისათვის, ისევე როგორც ამერიკელი ვიზიტორებისათვის, უფრო მეტად საინტერესოა სალაშქრო მიმართულებები. მაშინ, როდესაც ბუნების ძეგლებზე მონახულება, კანიონების ჩანჩქერების, მეტად საინტერესოა ჯგუფური ტურებისათვის, მაგალითად ჩინელებისათვის, მათ შორის ქართველებისათვის, რა თქმა უნდა, თუმცა აი დაახლოებით სტატისტიკას და დინამიკას რომ შევხედოთ, მსგავსი ტრენდი ფიქსირდება. ძალიან მრავალფეროვანია საქართველო. ძალიან ბევრი კარგი ადგილი გვაქვს სანახავი. აი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრია კიდე ისეთი ადგილი, რომელიც არ ვიცით, რომ შეიძლება ეს ვიზიტორებისთვის ძალიან საინტერესო გახდეს. როგორ ხდება ადგილის შერჩევა ზოგადად, რომ აი ეს იქნება, ამაზე შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ. ზოგადად დღეს მდგომარეობით გვაქვს 100 დაცული ტერიტორია. ეს არის დაახლოებით 900,000 ჰექტარზე მეტი, რაც ქვეყნის 13%-ს ფარავს. თუმცა ჩვენი კუთხით, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებაზე, ანუ იმ ტერიტორიების მოკვლევაზე, რომელსაც მაღალი ეკოლოგიური ღირებულება აქვს და შესაბამისად შესაძლოა აკმაყოფილებდნენ დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს. ამ კუთხით წელს მუშაობა მიმდინარეობს სვანეთში, სამეგრელოში, ასევე რაჭის გაფართოებაზე, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია რომ შეიქმნას დაცული ტერიტორიები, შესაბამისად ეს დაცული ტერიტორიების ქსელი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა გარდა ამისა, როდესაც დაცული ტერიტორიები იქნება, მის პარალელურად, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ ეკოტურიზმის განვითარების კუთხითაც და ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ხელმისაწვდომობა გავზარდოთ იმისათვის, რათა ყველა ადგილზე ჰქონდეთ საშუალება მივიდნენ, კეთილმოწყობილი ბილიკზე გადაადგილდნენ, შეიქმნათ დადებითი, კი, რა თქმა უნდა, იყოს უსაფრთხო და მოგზაურობა იყოს სასიამოვნო ცხადია. ელემენტარული ინფრასტრუქტურა, ელემენტარული. ამისათვის სააგენტო ახდენს მხოლოდ საბეზისო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ბილიკის მოპირკეთება, მანიშნებლები, რათა ნავიგაცია თავისუფლად შეძლონ, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეები, ღამის გასათევი, ტურისტული თავშესაფრები. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს მაღალი დონის კოტეჯებს ან სასტუმროებს. ეს ვფიქრობ, რომ არ არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, თუმცა იმის პარალელურად, რომ ეკოტურიზმი ვითარდება და შესაძლოა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ჰქონდეს სურვილი, რომ სწორედ კეთილმოწყობილ განთავსების საშუალებაში დაისვენოს, ჩვენ თანამშრომლობთ კერძო სექტორთან, იმ ადგილობრივ თუ ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ განავითარონ მცირე ეკომეგობრული ბიზნესები დაცულ ტერიტორიებზე, შესაბამისად დაცული ტერიტორიების აგენტო აძლევს მათ ამის საშუალებას, ჩვენ გვაქვს საიჯარო ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებში კერძო სექტორი ახდენს მცირე ეკოტურისტული სერვისების შეთავაზებას და ამის ფარგლებში უკვე გვაქვს საშუალება, რომ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები გავუკეთოთ მოსახლეობას. მათ შორის აღნიშნავდი მიმდინარე პერიოდში, მაგალითად, ბირთვისის ბუნების ძეგლზე მიმდინარეობს
კერძო სექტორის ჩართულობით ძალიან საინტერესო ეკოტურისტული კომპლექსის მოწყობა, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ უკვე ზიპლაინები, ვიაფერატები ძალიან ლამაზი სათავგადასავლო შთაბეჭდილებები შეუქმნათ. იქ იქნება დაკიდებული ხიდები, რაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესოა და ზოგადად ერთი სასიამოვნო დღის გატარების საშუალებას მოგცემს თბილისთან ძალიან ახლოს სულ რაღაც რამოდენიმე საათში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე სააგენტოსგან არის ღია კონკურსი გამოცხადებული, რას ეხება ეს, რა თემას, რა განაცხადებს, ასე თქვა და იდეებს ელოდებით, ესე ძალიან საინტერესო იქნება და რისთვის ხდება. ღია კონკურსი გამოცხადებული გუშინ დასრულდა განაცხადების მიღება. აი კადრში ხედავთ მაგალითად Smoky Bears, ეს არის ამერიკის სატყეო დეპარტამენტის მასკოტი, სახასიათო პერსონაჟი, რომელიც ძალიან პოპულარულია უკვე 10-ობით წელია ამერიკაში და ეს გახდა სიმბოლო თუ როგორ უნდა ებრძოლოს ამერიკის შინაგანი დეპარტამენტი ხანძრებს. გარდა ამისა, მსოფლიოს არაერთ ეროვნულ პარკებს გაუჭირდათ გამკლავება ახლახანს ლოს-ანჯელესში დიდი საკმაოდ დიდი ხანძრებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მასკოტი Smoky Bear გახდა სიმბოლო იმისათვის, თუ როგორ მოახდინონ პრევენცია, ის ასწავლის ბავშვებს სხვადასხვა ზომებს, როგორ მიიღონ ზომები იმისათვის, რათა არ მოხდეს ხის გავრცელების ხელშეწყობა. წესები. კი, მსგავსი პრაქტიკა. რა არის ის, რაც შეიძლება არც ვიცოდეთ და გაგვიკვირდეს, რომ რის გამო შეიძლება ჩვენვე გავხდეთ მიზეზი ხანძრის გაჩენის. ძალიან ბევრი მიზეზი. კი, მათ შორის პიკნიკის შემდეგ დატოვებული კვამლი ნარჩენები. ხშირ შემთხვევაში თამბაქოს დამწვიხო ალბათ ეს ხშირია, ძალიან ხშირად. გარდა ამისა, ძალიან დიდი სიცხე ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი ხანძრების გაჩენის ალბათობას ზრდის განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ტემპერატურა და ჩვენ თამბაქოს დამწვის მანქანიდან გადაგდება, ხშირად მეც მინახავს, რომ აი ზაფხულში, როდესაც გამხმარია ბალახი, აი მანქანიდან პირდაპირ უსურიათ დამწვი ისე რომ არც უფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს და ამიტომ ბევრი რაღაც არის, რაც უნდა ვიცოდეთ და ვასწავლოთ პირველ რიგში ბავშვებს და რომ დავუბრუნდეთ კონკურსის თემატიკას. ეროვნული პარკების ზოგადად მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, ეროვნული პარკებს ხშირად აქვს მსგავსი გმირი, სახასიათო პერსონაჟი, მასკოტი, რომელიც ახდენს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, გამოიყენება ბრენდის გაძლიერების, კომუნიკაციის ელემენტებში და ასე შემდეგ. სააგენტო მიიღო გადაწყვეტილება, რომ რატომაც არა ჩვენს გამოგვეცხადებინა კონკურსი, რომლითაც შევარჩევდით პირველ რიგში იმ გმირს, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ასოციაციაში საქართველოს ეროვნულ პარკებთან. როგორც უკვე აღნიშნა, გუშინ დასრულდა განაცხადების მიღება და მინდა აღნიშნო, რომ საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი აპლიკანტების მხრიდან, 199 განაცხადი მივიღეთ, რომელსაც დღეიდან დავიწყებთ უკვე მუშაობას, შეიქმნება სპეციალური ჟიური, რომელიც იმუშავებს აღნიშნული განაცხადების გადარჩევაზე და 31 ივლისს საერთაშორისო რეინჯერთა დღეს ჩვენ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს, რომლითაც უკვე გვეცოდინება თუ რომელი სიმბოლო შეიძლება იყოს ეს ანიმაციური ცხოველი ან ნებისმიერი არარეალური ქმნილება, რაც იქნება სიმბოლო ეროვნული პარკების და შემდეგ უკვე ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის ეს კონკრეტული სიმბოლო. კი, ერთი ესეთი გმირი გვეყოლება, რომელზეც მე შემდეგ უკვე გვეყოლება მასკოტიც, ივლისს სხვადასხვა სკოლებში ჩაატარებს ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებს და აღნიშნული გმირი ხელშეუწყობს როგორც ბრენდის გაძლიერებას, ეროვნული პარკების ბრენდის გაძლიერებას, ასევე ეკოტურიზმის ხელშეწყობას და ასევე საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლაც ეს რაღაცა დეტალები ქმნის შემდეგ იმას და ძალიან ბევრი სამუშაო, რომ აი ამ 100%-დან 40% ქართველი ვიზიტორი რო არის, ესე ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც არც მიმართულებების შესახებ ვიცოდით, რაც შეიძლება უბრალოდ რომელიღაცა უქმეები რო გაატარო და საკუთარი ქვეყანაც აღმოაჩინო მათ შორის. და მიხარია, რომ ეს უკვე ძალიან ტენდენციური გახდა, როგორც ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ათვისების, ასე ვთქვა და კარგად შესწავლის თვალსაზრისით, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რომლისთვისაც დამატებით იხიბლია ის, რომ დავშეთეთ ჩვენს ქვეყანას. პოსტპანდემიურ პერიოდში გაცილებით უფრო გაიზარდა თუნდაც ქართველების და ზოგადად მოგზაურობის მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან და ეს პირდაპირ პროპორციულად აისახა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის კუთხითაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული პარკები დაცული ტერიტორიების სწორედ ის ადგილია, სადაც სარეკრეაციო კუთხით შესაძლებელია ძალიან სასიამოვნო დროის გატარება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან სასიამოვნოა. წარმატებებს გისურვებთ, საკმაოდ ცხელი დატვირთული პერიოდი იწყება ახლა ტურისტული თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში და
მინდა რომ ძალიან კარგად კი ბატონო. მოხდეს ეს ყველაფერი და ყველა ტურისტი იყოს კმაყოფილი. მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ.